მე ხომ მინდა მოვიწევ სტუდიაში გუჯა ავსაჯანიშვილი, რეზო კიკნაძის ადვოკატი, საღამოშვიდობის ბატონო გუჯა, მადლობა მობრძანებისთვის. საინტერესო იყო განსაკუთრებულად დღეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის სიტყვა, თქვენი სიტყვაც იყო ემოციური. მოდით პირველ რიგში გითხარით მათ, ვინც არ ვიყავით ცდომაზე, როგორი გარემო იყო, რა ვითარება იყო პროცესზე. ჩვენ მხოლოდ ფაქტობრივად სტენოგრამის წაკითხვა შეგვიძლია მათ, ვისაც არ გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ საკითხავია და არა თვალით სანახი, ეს მაინც იწვევს ძალიან დიდ ემოციას ხოლმე. რა ხდებოდა პროცესზე? პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო სტადიას, რომ თავი დავანებოთ რა ხდებოდა და დასკვნით სიტყვა რომ იყო. რევაზ კიკნაძე დღეს რამოდენიმე თვის შემდგომ მიეცა შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესზე დაბრუნებულიყო. ჩვენ დავაყენეთ მისი დაბრუნების შუამდგომლობა მანამ სანამ ის საბოლოო სიტყვაც მოვიდოდა. რეზოს ძალიან ბევრი სათქმელი ქონა დააგროვებული, ასევე მონატრებული ყავდა ის ადამიანები, რომლებიც ყოველ პროცესზე უწყვეტად დადიან და მხარს უჭერენ სინდისის პატიმრებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს რეზოს მიეცა შესაძლებლობა ამდენი ხნის შემდგომ ეთქვა სიტყვა. ამის გარდა მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რომ ჩვენ დასკვნითი სიტყვა ვთქვით და ბრალდების ხარეს მაგალითად მე დავუსვი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ამ მუხლისთვის 225 მუხლისთვის არის მნიშვნელოვანი, ხედავდა თუ არა ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან მივიტანეთ 13 გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოსი, რომელიც პირდაპირ უთითებს, რომ თუ ეს მუხლი არის, უნდა იყოს ასეთი სახის ჯგუფურობა და მე ბრალდების ხარეს ვთქვა, რომ იქნებ ბოლო შანსი აქვს გაგვაგებინოს, იმიტომ რომ მის პოზიცია არის ბუნდოვანი, არ აკონკრეტებს კონკრეტულად ხედავს თუ არა ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან თუ დააკონკრეტებს, ავტომატურად გამოდის, რომ ვერ დაამტკიცა აღნიშნული, რადგან მისივე გამომძიებელმა, მთავარმა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ მას არ ქონდა მტკიცებულება, სხდომის ოლქში 13 საათსა და 30 წუთზე არის დაფიქსირებული ეს, რომ მან ვერ მოიპოვა ორგანიზებული ჯგუფის დამადასტურებამ მტკიცებულება, აქედან გამომდინარე, ბრალდების ხარეს და პროკურორს მივმართა, რომ გაგვაგებინე, თვლი თუ არა, რომ იყო ორგანიზებული ჯგუფი და მან არ რიტორიკული იქნება გვიპასუხა. ჩემი შეკითხვა და ვერ გაგაგებინათ, ბუნებრივი. ვერც ამჯერად. ჯგუფის ორგანიზებულობა, ამ ჯგუფის 11 წევრს შორის კავშირი, მათ შორის ზარები, ჩვენ ისიც ვიცით, რომ არც მოუკითხავთ ხომ, ეს ამონაწერები არ არსებობს და ასე შემდეგ, ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება ორგანიზებულობის ბრალდების ქვეშ მყოფი 11 პირის მიმართ, რომ მათ შორის რაიმე ნაცნობობა ან კონტაქტი იყო აქციების დროს არ არსებობს. მნიშვნელოვნად შეგვიძლია ეს ვთქვათ. მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ თქვენ რა კითხვას წამს, ეს ელემენტები არსებობდეს. ბრალდების ხარეს ეს რომ ჰქონდეს, ესეთ მდგომარეობაში თავს არ აღმოიჩენს და პირველი ამას თავად იტყვის, რომ აი მინაწერი, აი Facebook-ზე მეგობრობა, აი რომ დაურეკე ქოლი, რომელიც ინახება უსაზღროვადით, ხო, ერთხელ ადამიანს თუ დაურეკავ, კომპანია ინახავს ამას ძალიან დიდი დროის განმავლობაში და ამის გამოთხოვას არაფერი არ უნდა. ეს ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ, არაოფიციალურად ნანახიც აქვთ, იციან რომ არ არსებობს მსგავსი რამე და ამიტომ არც მიმართეს. მობილური ტელეფონები არის ამოღებული ელემენტარულად და დათვალიერება შეეძლოთ ჩაეტარებინათ ნომერზე ერთხელ მაინც არის დარეკილი თუ არა და ვინმესი ვინმესთან, არა თუ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის ვინმე, რომელიმე ათთან. არ გულისხმობ ხოლმე მე 8 პირიან кейსზეც ვიცავ. ჯამურად 19 ადამიანი ხო გამოდის 225 მუხლზე. ამ 19 ადამიანს ჯამურად ერთმანეთთან კომუნიკაცია კი არა, ერთი ლაიქი არა აქვს და Facebook მეგობრებში არ ყავს არც ერთი. ეს ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობა და ეს რომ ყოფილიყო ბრალდების ხარე ამას პირველ რიგში წარმოადგენდა და ბატონმა არსენ ხუნაშვილმა იმიტომ თქვა, რომ არ გვაქვს მტკიცებულებაო და ვერ წარმოვადგინეთო. ეს მონაკვეთი იყო, რაც მას წამოწდა და ზუსტად ეს იყო, რასაც მე რეპლიკაში ვთხოვდი, რომ პოზიცია ბრალდების ხარის გაგვაგებინეთ, თუ იტყოდა ბრალდების ხარე, რომ არის ორგანიზებული ჯგუფი, ამ შემთხვევაში ის აღმოჩნდება და ისეთ მდგომარეობაში, რომ უზენაეს სასამართლოს უკვე აღნიშნულზე ნამსჯელი აქვს. თუ ამაზე პასუხს არ გვცემს, სასამართლოს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ მაკვალიფიცირებელს 225 მუხლს უსპობს და ამიტომ სიჩუმე გადაწყვეტეს, რომ სასამართლომ იქნებ რამენაირად მოარგოს და გამოსავალი დაეტოვოს. რა მოაქვს მაშ კიდევ ერთხელ კიდევ დავსვათ კითხვა, რა მოაქვს ორგანიზებულობის მთავარ მტკიცებულებად რეჟიმის პროკურატურას? მე არ მომისმენახეთ, მე ვუთხარი ბრალდების ხარის ჩემს დასკვნის სიტყვაში. 8 თვეა გისმენთ. იქნებ მე გამომჩა ერთი არგუმენტი მაინც, სადაც ორგანიზებას მიუთითებ. თან ნახეთ, ბრალის დადგენილობაში წერია ესეთი რაღაცა, რომ ორგანიზატორებად ვისაც მოიაზრებენ ამ სამ პიროვნებას, ესენი ყველა მოქმედებას აორგანიზებდნენ. ანუ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მოქმედება, რაც იყო
რომელიც არ არის დანაშაულებრივი ვიქმედება რეალურად და მას ამას ვერ უდასტურებენ, მხოლოდ ამას კი არა. დანარჩენი ყველა პირის მოქმედებას ესენი ბრალში ესე უწერიათ, რომ გეგმავდნენ, აორგანიზებდნენ როლებს, ანაწილებდნენ და ამის ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. მტკიცებულების თავი დავანებოთ. პატაკი არის ესეთი მტკიცებულება, რომ უბრალოდ პოლიციელის სიტყვა არის ფურცელზე დაწერილი. პატაკი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პატაკით მაინც გითხრას, რომ პატაკში არის და ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უბრალოდ განადგურდა ეს მტკიცებულება. ელემენტარულ ფარატინა ფურცელზე დაწერილი პატაკიც არის. ალბათ სწორედ ამ თქვენს მოსაზრებას, რასაც ახლა გვიზიარებთ, ემყარება რაღაცა ტიპის მაინც იმედი, როდესაც თქვენ მიმართავდით დღეს მოსამართლეს, რომ 225 მუხლის დანაშაულს ვერ დაინახავს, ის გაქვთ მაინც სადღაც იმედი გალუსტაშვილის რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ შესაძლოა პერსონალურად გალუსტაშვილის არა, მაგრამ როგორც იურისტს რწმენა, იურისპრუდენციის და სადღაც სიმართლის არსებობის გქონდეთ, ხომ? ასევე თქვენ თქვით თუ არ ვწდები დღეს, თუ ვწდები შემისწორეთ, რომ მე ახლოს ვზივარო თქვენთან მითხარით მოსამართლეს, თქვენ თქვით, ხომ? და იქო სინამდვილეში როგორიც ხართ, ამასაც ვამჩნევ, ემოციებს გამჩნევთ. აი შეიძლება რომ ეს მეტად გაგვიზიაროთ, იმიტომ რომ გალუსტაშვილს არაერთი საქმე აწერია უკვე და ის სანქცირებულიც არის გარკვეული სიძემით. მიცით რა არის, ყველა მოსამართლე, ვინც განიხილავს ამ кейსს, არის სანქცირებული. უბრალოდ მე, რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოს არც ადვოკატი ვარ და არც იმის გამოსწორებას ვაპირებ. უბრალოდ მე ერთ-ერთი ის ადვოკატი ვიყავი, რომელსაც ქალბატონ ნინოსთან ძალიან ხშირად სამართლებრივ საკითხებზე ჰქონდა პრობლემები, ვითხოვდი მუხლს, როდესაც არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა, რომ ჩემი პოზიცია იყო ესეთი, დავუშვად მე არ ვიცი, მიმითითე და მუხლზე და მოვიხდი მე ბოდიშს, რომ არ ვიცი ეს მუხლი და მე ვერ ვიღებდი პასუხს, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ვახდენდი, მაშინ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი გააძევა მაგალითად ეს ყველაფერი იყო ძალიან ბევრი დარღვევები. მაშინ როდესაც სახაზინო ადვოკატები დანიშნა, როდესაც ამის უფლება არ ქონდა სამართლებრივად, აი ეს ყველაფერი იყო, მაგრამ მე ვხედავდი ასევე როდესაც მაგალითად მოდიოდნენ ცრუ მოწმეები, მე ის ადგილას ვარ, რაღაცა ყველაზე ისე ახლოს გამოდიოდა ცრუ მოწმეები, რომლებიც მაგალითად ვერ იძახდნენ მარცხენა ხელზე მიიღეს დაზიანება თუ მარჯვენა. მაგალითად მე როდესაც ვამხილი არაერთი მოწმე, რომელიც იძახდა, რომ მე გადამიყვანა სასწრაფომ და რეალურად სამედიცინო დოკუმენტაციაში ეს არ იყო მითითებული და მითითებული იყო თვითდინებით, იმიტომ რომ მე მაქვს გონირული ეჭვი იმის, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაც არის გაყალბებული, იმიტომ რომ არ არის დანიშნული მათზე სპეციალური ექსპერტიზა. აქედან გამომდინარე, მე ვხედავდი ამ ადამიანის ემოციებს, რაც ვერბალურად არ გამოხატავდა და მთელი პროცესების განმავლობაში არსებული ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პროტესტი იყო, მაგრამ ისაც აუცილებლად უნდა დამიფიქსირებინა, რომ მაქვს გულწრფელად მაქვს, შეიძლება ეს რაღაცნაირად გულუყულობა იყოს, მაგრამ მე ყოველთვის ისეთ кейსებში ვარ, სადაც თითქოს არანაირი პროცენტულობა და შანსი არ არის ხოლმე, მაგრამ რაღაც გამოდის ხოლმე საბოლოო ჯამში. ამიტომ მე ვუთხარი მას ესეთი რაღაც, რომ როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს თქვენზე, როდესაც სასამართლოს კარიდან შემოდიხართ, სანამ თქვენს ადგილას დავბრძანდებით, იქ ზეწოლას ვერავინ ვერ ახდენს და აი რასაც გინდათ, ზუსტად იმას გამოაცხადებთ და ეს იყო ჩემი მოტივაცია. ჩვენ ახლა აღარ დავკონკრეტდებით საკითხებზე, რეზო კიგნაძის თემა არაერთხელ გაგვიშუქებია, ის სხვაგან არის დაკავებული, სხვა რამე წერია ოქმში, უამრავი დარღვევა, ფიზიკური ზეწოლა იყო მასზე, საპროცესო მოქმედებები კანონდარღვევით ჩატარდა, იქ მოგცემთ ამ შესაძლებლობას ცოტად რო გვაქვს და ფინალური კითხვა მექნება შემდეგ. არის ერთი საკითხი, ნახეთ, რეზო კიგნაძის მიმართ ჩვენ ვითხოვდით თუ არ ჯერა პროკურატურას გამოძიებას არ ჯერა, ჩვენ ვითხოვდით 7 თვის განმავლობაში დანიშნულიყო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, განიცადა თუ არა ამ ადამიანმა ტანჯვა, იმიტომ რომ ასეთ დანაშაულებზე ერთ-ერთი მტკიცებულება არის ეს ტანჯვის ნაწილი და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ვთხოვდი ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და საბოლოო ჯამში რა მოხდა, გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ახლა არის პროკურატურის დაქვემდებარებაში აღნიშნული და ამ ადამიანის სიმართლის თუ არ გეშინიათ, ჩაატარეთ გამოძიება, დაუნიშნეთ ექსპერტიზა და გაარკვიეთ, განიჩცადა თუ არა ამ ადამიანმა ტანჯვა. კი ბატონო, და ფინალში თქვენ როგორც ახსენეთ ხართ წარმომადგენელი ერთ-ერთი ბრალდებულის 8 პირის სასამართლოზეც ორივეს ადევნებთ თვალს, ორივე ერთნაირი ტიპის საქმეა, უბრალოდ მეორე საქმეში არიან ორგანიზატორებიც,
ბრჭყალებში ბრალდების თვალსაზრისით. აი მე მაინტერესებს როგორ მიგაჩნიათ ერთნაირი იქნება მაინც მიდგომა ამ ორ სხვადასხვა საქმეზე, სხვადასხვა ჯგუფთან დაკავშირებულ საქმეზე და ხომ არ ფიქრობთ რომ შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს და საით გადაკვალიფიცირდეს ასეთი кейსებიც ჰქონდა ჩვენ ბოლომდე გათავისუფლებაზე არ იყოს საუბარი, მაგრამ თითქოს და სახე შეინარჩუნოს რეჟიმმა და შეუმციროს მოსახდელი წლები. წმინდა სამართლებრივად 225 მუხლის მეორე ნაწილი არ არსებობს. არც პირველი ნაწილი არ არსებობს, იმიტომ რომ ორგანიზატორობა ვერ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ რა თქმა უნდა გაამართლოს ეს პირები, ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ გადააკვალიფიციროს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აი ერთი პროცესი და მეორე პროცესი და შეიძლება თუ არა განსხვავებული შედეგები დაიდოს, მე ვფიქრობ ასეთ მცდარ ნაბიჯზე არ წავლენ, იმიტომ რომ ცოტა რთულად წარმოსადგენია ერთი кейსიდან ნაწარმოები, ორი кейსი, რომელიც გაიყო, ერთზე 225-ის კვალიფიკაცია დასვან, იგივე მტკიცებულებებია ზუსტად დაკოპირებული, მოწმეებით ზუსტად იგივე და მეორეგან არ დასვას. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს ის, რომ შედეგი რაც იქნება კვალიფიკაციის ნაწილში, წესით უნდა იყოს ერთი და იგივე. დიდი მადლობა რეზო კიკნაძის ადვოკატს გუჯა ავსაჯანიშვილს მხნეობა ჩვენს პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს, რომლებიც განაჩენსელია ფაქტობრივად მიყოლებით მომავალ კვირაში.